უკრაინაში მშვიდობის მიღწევა ნებისმიერ ფასად დაუშვებელია. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა. მისივე თქმით, დღეისათვის რუსეთის სერიოზულ საფრთხეს საფრანგეთისა და ევროპისთვისაც წარმოადგენს, რაზეც საფრანგეთი თვალს ვერ დახუჭავს და მაყურებლის პოზიციაში ვერ ჩადგება. როგორც საფრანგეთის ლიდერმა აღნიშნა, სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ უკრაინაში ევროპული კონტინგენტი უნდა განთავსდეს. მაკრონი დებატების დაწყების წინადადებითაც გამოვიდა იმის თაობაზე, რომ საფრანგეთმა ბირთვული იარაღით ევროპულ კონტინენტზე სხვა მოკავშირეები დაიცვას. მშვიდობის გესწრაფვა არ უნდა ნიშნავდეს უკრაინაზე უარისთქმას. მშვიდობა ნებისმიერ ფასად და უკრაინის კაპიტულაციის ხარჯზე დაუშვებელია. არსებული საფრთხების ფონზე საფრანგეთისთვის უბრალოდ მაყურებლად დარჩენა სიგიჟე იქნება. მომდევნო კვირას პარიზში მივიღებ იმ ქვეყნების გენერალური შტაბების ხელმძღვანელებს, რომლებიც ათარიან უკრაინაში მშვიდობის გარანტორების ფუნქცია აიღონ. უკრაინაში მშვიდობა სავარაუდოდ ევროპული ძალების განლაგებით დადგება, რომლებიც არ წავლენ წინა ხაზზე საბრძოლოდ, მაგრამ იქ იქნებიან, როდესაც მშვიდობა გაფორმდება. მინდა მჯეროდეს, რომ შეერთებული შტატები ჩვენს მხარეს დარჩება, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ თუ ეს ასე არ იქნება. ჩვენ გვაქვს ბირთვული შემაკავებელი, რომელიც ჩვენ გვიცავს. ის სრულიად სუვერენულია. თავიდან ბოლომდე ფრანგულია, თუმცა გერმანიის მომავალი კანცლერის მოწოდებაზე პასუხად გადავწყვიტე გავხსნა სტრატეგიული დებატები ჩვენი ბირთვული შემაკავებლით ევროპულ კონტინგენტზე ჩვენი მოკავშირეების დაცვის თაობაზე.